მე ვარ თიანთინ კალანდაძე. მეორე წელია ვსწავლობ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჯიპაში. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მოკლედ გაზაფხული იყო, რაღაც გამოცდების სეზონი იწყებოდა და ჩემმა კურსოვმა მითხრა, რომ ეს რუსული კანონი შემოაქვთ ისეო და ძალიან შოკი იყო ეგ ჩვენთვის და ეგრევე წავედით აქციაზე იმ დღესვე მეგონი. და მაგის მერე დავდიოდით ყოველ დღე გაზაფხულზე. თავიდან ის იდეა მქონდა, რომ რაღაც უფრო პროტესტი უნდა მქონოდა და რაღაც უცნაური იყო ეგ. და მერე გავიაზრე და თან წარსული გამოცდილებიდანაც, რაც დაუშავებია ეგეთ კანონებს და ეგეთ იდეებს ჩვენთვის ეგეთ და მერე მაგი დაითვალა. გაზაფხულზე რომ დაიწყო, მაგის მერე თითქმის ყოველ დღე, როცა შემეძლო და როცა არ შემეძლო, დავდიოდი ყოველ დღე აქციებზე. და მერე დასრულდა 2025 წელი რომ დაიწყო, მაგის მერე ძალიან იშვიათად თუ მიიღო ხოლმე რაღაც პროტესტის ფორმატიც აღარ იცვლება და თითქოს ყველა სხვადასხვა მიზნის კენის სწრაფვის და ყველა სხვადასხვა მიზნის გამო არის აქციაზე. და თან ბევრი იმის გამოც შეშინდა, რომ აჯარიმებენ ხშირად ადამიანებს. ჩემს სამეგობრო წრეში, ვინც თავიდან მომეწოდა ეს ინფორმაცია, რომ წამო აქციაზე წავიდეთ, ეგენიც ძალიან დანებდნენ და უბრალოდ აზრსაც ვეღარ ხედავდნენ, რომ გაეპროტესტებინათ ჯერ კიდევ შემოდგომაზე. მე იმიტომ არ დავნებებულ ვარ, რომ რაღაც პროტესტის სურვილი აღარ მაქვს. უბრალოდ ამ პროტესტს რასახეც აქვს, ჩემი აზრით არ მუშაობს. ერთ მიზანზე უნდა შეჯერდეს ყველა, იმიტომ რომ რავი შეუძლებელი არის ერთ მიზანს მიაღწიო, როცა ყველა სხვადასხვა რაღაცის გამო იბრძვის, ხო? და იმიტომ არ გამოდის ეს ხალხი ქუჩაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ აქვს სწორი ინფორმაცია, ან ინფორმაცია საერთოდ არ აქვს, ან გონიათ რომ მაგათ არ ეხებათ, ან თვითონ საერთოდ არ აინტერესებთ და თუ ბრძოლა გინდა, სტრატეგიულად უნდა დაიწყო ბრძოლა და სტრატეგია ჩემი აზრით ის იქნებოდა, რომ ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია, რა ხდება დღეს ქვეყანაში და მე იმ ხალხზე დამოკიდებული როგორ ინტერპრეტაციას მოახდენენ, ან ინფორმაციის დაუჯერებენ, ან არ დაუჯერებენ და ინფორმაცია როცა არ გაქვს, ვერც დაიჯერებ და ვერც არ დაიჯერებ. მაგალითად აქ გამოსიყავი ქუთაისში და ჩემი აზრით საქართველოში მეორე ქალაქი არის ქუთაისი, იმიტომ რომ ჭედროტა არის დასახლებული და ასე შემდეგ ხალხიც მანდ ყველაზე მეტად აქტიური არის და რო ჩავედი პროტესტის ნატამაინც ვერ დავინახე, ანუ არც ფლაიერები იყო, არაფერი არ იყო გაკრული და ყველგან ხედავდი 41-ს და პრაიმინგიც არის ეგ, იმიტომ რომ ანუ ადამიანი ვერ ხვდება რომ ამ ინფორმაციას იღებს და მე მაგის მიხედვით მოქმედებს, იქნება არ უნდა რქოცი იყოს ან რამე ეგეთი, მაგრამ მაგით მოქმედებს მაინც და ანუ არ ჩავქვთ იმ ადამიანებამდე ინფორმაცია, მარტო თბილისში თუ გავრცელდება ხოლმე რაღაცები, მარს თუ გაიგონებ თბილისში და რაღაცა და მარტო თბილისის მოსახლეობა არ არის საკმარისი მაგისთვის, რომ რაღაცას მიაღწიონ. ჩემი აზრით ეს პირისპირ საუბარი ჯობია, იმიტომ რომ ადამიანები უფრო უჯერებენ ჩემი აზრით. ის ხალხს ვინც ჩადის მაგათ ელაპარაკება დროს ახარჯავს და მარტო 5 წუთიან ვიდეოებს არ წერს, რა ბოლო დროს რა ზამთარში მაინც არასდროს არ მინახავს ჩემი რომელიმე კურსელი ყოფილიყოს აქციაზე, იმიტომ კი რომ ეზარებათ უბრალოდ აზრს ვეღარ. რომელიმე კურსელი ან რამდენიმე მინახავს, მაგრამ 10 კაციც კი არ მინახავს, რომ ყოფილიყო რა ჩემი კურსიდან. და ჩემი აზრით იმედი აქვს დაკარგული, ანუ არც ხოცები, არ ვერ ვიტყოდი რომ ან ხოცები არიან, ან რამე აგრესიულად არიან გაწყობილი, უბრალოდ იმედს ვეღარ ხედავენ. დღევანდელი პროტესტი ხო არის იმის განაცხადი, რომ ხალხი არ ნებდება და ეს, რა ვიცი, 50 კაცი თუნდაც რაც თავისუფლებაზე იკრიბება, ეგ არის ყველა სახე, ვინც არ ეთანხმება რეჟიმს და მაგის გამო დამნაშავედ გრძნობ ხოლმე თავს, რომ ვერ მივდივარ, ან არ მივდივარ. მაგრამ მაინც ვერ პოულობ ჩემ თავში იმის ენერგიას, რომ შევუერთდე. მე მიწევს ხოლმე ძალიან თვალების ჩავხედო დღევანდელ სიტუაციას, რომ მარტო 50 კაცს ადარდებს იმდენად ბედი, რომ ქვეყნის ბედი, რომ მარტო ეგენი გამოვიდნენ. ესეც რომ შეწყდეს, დანებება იქნება ფაქტობრივად, ანუ მორჩება ყველაფერი რა, ანუ მე მაინც მიხარია ხოლმე გადაკეტილი რო არის და რაღაც იმედი მაქვს, მაგრამ ეგ იმედიც რომ გაქრება, ალბათ აქ დარჩენაზე ვეღარც ვიფიქრებ ვერასდროს. რა ქვეყნა წასვლამიტოს ხოლმე. ეს მარშები რაც იყო ხოლმე, არ ვიცი არის თუ არ მგონი არ არის ნინოების და მარიამების და რაღაცების მარში რო იყო ხოლმე, ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ანუ ალბათ ხალხის ახალისებას ცდილობდნენ მაგით უფრო რომ მარშებზე გამოსულიყვნენ და ასე შემდეგ უბრალოდ თვითონ დაუკარგეს მაგით სახე ამ პროტესტს, იმიტომ რომ რაღაც თუ გლიცინებ რაღაც მარშს რო არქმევ რაღაც ჩემი ცოლის საქალების მარშს ძალიან სასწაულო არის და მათ სერიოზული პროტესტით არავინ არ გამოვა და თავრობაც არ აღიქვამს მე სერიოზულად ისედაც არ აღიქვამენ ხო? ხო მე მგონი იმას ვერ ვიაზრებთ რომ დროში ვართ შეზღუდულები და ეს ყოველდღე გადაკეტვა არ არის საკმარისი და ეს მარშებიც არ არის საკმარისი და რაღაც უნდა მოხდეს. მე შეიძლება არ მესახებოდეს ის იდეა რა უნდა მოხდეს, მაგრამ იმას ხვდები რომ არ მოქმედებს ეს ყველაფერი და პირიქით უარესობისკენ მიდის. ეს კაი იმედს მაძლევს და ვარ ვიძინებ ყოველ ღამე, მაგრამ მე რა. იმას არ ამბობ რომ ადამიანები ვინც ახლა არ გამოდიან და რეალურად არ ეთანხმებიან დღევანდელ სიტუაციას, კიდიათ ყველაფერი უბრალოდ
ელიან რაღაცა გზას, რომელიც იქნება სწორი და მაგას გაყვებიან და რეალურად პარტიების, ოპოზიციური პარტიების თავი მიზანიც ეგ უნდა იყოს, რომ რაღაც გზა დაანახონ ადამიანებს, შეკრიბონ ადამიანები ერთი მიზნისთვის და თქვან ყველამ, რომ ჩვენ ვირჩევთ ამას და ეს არის ჩვენი გზა და არ არის ეგეთი არავინ და ამიტომ ცოტა დაბნეული ვარ. ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები არ არიან ერთმანეთთან შეჯერებულები, ანუ არსებობს TSU სტუდენტი, არსებობს JIPA სტუდენტი, მაგრამ სტუდენტობა, ანუ ეგეთი ერთობა არ არსებობს. ყველა თავისი უნივერსიტეტის სახელით იბრძვის ითქოს და უნივერსიტეტს კი არა, რეალურად ქვეყნის სახელით უნდა იბრძოდნენ. და მაგას არ აკეთებს არავინ. ყოველთვის ხედავ დე ჩემის ან ბებია ჩემის ასაკის ხალხს და ჩემი ასაკის არავინ არ ხვდება ხოლმე უმეტესწაი ჩემი მეგობრის ბებიასთან მივდივართ ხოლმე და ვესალმებით სულ აქციაზე, იმიტომ რომ რავი სხვა ჩვენი კურსელი ჩვენი ტოლი არავინ არ ხვდება. ჩემი არის ეს სიზარმაც ეს დაღლა და ეს უიმედობა რაღაცნაირად გადასცეს ერთმანეთს ყველა უნივერსიტეტში და ყველა თითქოს თავის საქმეს მიუბრუნდა, რომელსაც რეალურად ვერ მიუბრუნდა, იმიტომ რომ თავის საქმე ხა რავი მგონი არავის არ აქვს ამაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ხო რაღაც ეს მუხტი დაიკარგა ყველაში, მაგის მიზეზი არ ვიცი რა შეიძლება რა